უპირველეს ყოვლისა, თვითონ ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ სწავლება სრულიად აუცილებელია, რომ იცოდეს ეკლესიის ყველა წევრმა და გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხდება ისე რომ, როდესაც ამ საკითხზე არის საუბარი, მაინც უმეტესად ჭარბობს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს თავის თავში რაღაც სენსაციოს, რაღაც სკანდალურს, რაღაც ცნობის წადის, არაჯანსაღი ცნობის წადის აღძრელს. ხოლო ფუნდამენტური სწავლება ეკლესიისა, წმინდა წერილისა, წმინდა მამებისა რაღაც გვერდით რჩება. სწორედ ამის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე შევჩერებულიყავით და მიმოგვეხილა როგორც წმინდა წერილის შესაბამისი ადგილები, ისე წმინდა მამათა მოსაზრებები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, რასაც ქვია მეორედ მოსვლა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს სტუმრად მოვიწვიეთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები, ბატონები გიორგი გვასალია, ბატონ თემურ ბუაძე და ბატონი გიორგი ჯულაყიძე. ტრადიციულად გადაცემას უძღვება დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. ეკნებ დავიწყოთ იმაზე საუბრი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას იმის თაობაზე, თუ რა მოვლენები იქნება მეორედ მოსვლის წინ და თვითონ მეორედ მოსვლის მომენტში. მე თუნებას დავიწყებდი სანამ ნიშნებზე დავიწყეთ საუბარს, რასაც არის თითქოს ნიშნებას იძლევა წმინდა წერილი აპოკალიფსის მეორედ მოსვლის და ესქატოლოგიური მოვლენების შესახებ. მანამდე მე მინდა ხაზი გაუსვა იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ ხშირად ხვდებით აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. აი ადამიანები, რომლებიც აი ესქატოლოგიურ გრძნობელობას, სენსიტიურობას ავლენენ ამ მოვლენისადმი, გამოირჩევიან რაღაც ნიშნებით, შეიძლება დავარქვათ არასწორი მიდგომა. აი როგორც თქვენ ძანეთ. ეს მოლოდინი, ესქატოლოგიური მოლოდინი ყველა ეპოქაში არსებობდა და ძალიან ხშირია. აი ეს მეორედ მოსვლის და აპოკალიფსის მოლოდინი ჩვენ ვიცით სექტებში. და ამ დროს შუა საუკუნეებშიც იყო ეს სექტეტურ მოძრაობებში. მაგრამ ამ დროს ადამიანები არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ, ანებებდნენ ყველაფერს თავს, აღარ ხნაოდნენ, შუა საუკუნეებში ცნობილი ეს ფენომენი, რომ არ ხნაოდნენ. ცნობილია. იყო მეორე უკიდურესობა, როდესაც ადამიანები იწყებდნენ ორგანიზებულ ბრძოლას აი მომავალი ანტიქრისტეს წინააღმდეგ. აი ეს ორი მიდგომა აბსოლუტურად გაუმართლებელია და არ ეთანხმება მამების შეხედულებას. რა შეასახა? ყველა ადამიანის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ეს მომენტი, როდესაც თქვენ გარდაიცვლება. მამები ამბობენ, რომ ადამიანის ქრისტეს გზაზე დადგომის ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ეს გახლავთ სიკვდილზე ფიქრი. ის რომ ადამიანი მოკვდავია და მის აქავრყვაც ფასი ეკარგება, ეს ადამიანს აძლევს სტიმულს ეძიოს ისეთი რამ, რაც გამოადგება საიქიო ცხოვრებაში. აი ზუსტად ასეთივე დატვირთვა აქვს აპოკალიფტურ სწავლებას წმინდა წერილისას. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ კატასტროფა ისტორიული, ჩვენი ცივილიზაციური, კულტურული გადაუვალია. ადამიანის ცდილობს ყურადღება გადაიტანოს რაღაცა გარეგნულ მხარეებზე, რაღაცა წარმოსახვით ინტერესებს ზოლოს და ჭეშმარიტი მტეცოდვის სახით, რომელიც მას ყავს თავის თავში, ალბათ მას არ უწევს ნამდვილობას. ისიც არაგონებულს აი ადამიანს ელოდება გარდაცვალება. აი ცხოვრების ბოლოს. რაც უნდა იბრძოლო, რაც უნდა უეჭველი გარდაცვალება. და მოხდება მისი განშა. თუ ეს ადამიანი ცხონდება, მაშინ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ოდისმოვა ანტიქრისტე, როდის კი მეორედ განშება ეს ადამიანი ცხონდება. აი ბატონო თემურ ბუდის გიერთით. წმინდა იოანე ოქროპიოს შესანიშნავად უწერია ამის თაობაზე. როდის იქნება მეორედ მოსვლა? სვავს ის რიტორიკულ შეკითხვას ამბობს. 10 წლის შემდეგ იქნება, 20 წლის შემდეგ იქნება, 100 წლის შემდეგ იქნება. ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მიმართავს იგი მოწმეს. შენ როდესაც გარდაიცვლები, შენ ღვთის წინაშე წარდგები და შენი სამჯარო იქნება, შენი კერძო სამჯარო აღსრულდება. ამიტომ უფალს რომ დომოვდა ან ადამიანის გარდაცვალების დღის ზუსტად განსაზღვრა და ის რომ ყველა ადამიანს ცოდნოდა ზუსტად რომ როდის გარდაიცვლებოდა ან მეორედ მოსვლის თარიღის ზუსტი მინიშნება, რადგან რა თქმა უნდა ამას გააკეთებდა, მაგრამ მან ეს სრულიად შეგნებულად და ბრძნულად არ გააკეთა, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის მზად იყოს იმისათვის რომ უფლის წინაშე წარდგეს და იყოს მუდმივ ღვაწლში. ბოლოს და ბოლოს ანტიქრისტე გამეფდება რა განსაზღვრულია ძალიან მოკლე ხანი 3 წელიწად ნახევარი. ამიტომ ეს ჩვენთვის არა ისეთი მნიშვნელობისა ნამდვილად არ არის მეორე მოსვლის პრობლემატიკა, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრება. აი ეშმაკის და აი პოროტიცალის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ხერხი ეს გახლავთ აი ანტიქრისტეს ხო ქრისტეს მაგალითად მოსვლას ნიშნავს.
ეს გულისხმობს შენი ყურადღების გადატანას არა ისეთ ებრძო ისეთ ფენომენებს და მოვლენებს რომელიც ძალიან არ შეგწევს და არ შეგიძლია ებრძო. პირველი რა არის? აი წინა წერილის ქვია სახარება, ანუ კეთილი ამის უწყება, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიული თვალსაზრისით ძალიან პესიმისტურ პერსპექტივას ხატავს. ქრისტეს ჯვარცმა წინა წერილმა მოიტანა სიხარულო კერძო ადამიანის ხონდება. თუ კი ავიღებთ სოციალურ ორგანიზმს, გარდაუვალია აი გარყვნა საზოგადოებისა და კატასტროფა. დავუკვირდეთ აი თელ ისტორიას, ძველი ახალგაზრდა დაწყებული. პირველად როცა შექმნა ღმერთმა ადამიანი, გაირყნა და ღმერთი ძლობლი გახდა ყოფილიყო წარღვნა. წარღვნის შემდეგ გამოირჩია ნოე. გაირკვნა საზოგადოება, ისე გამოირჩია აბრაამის შემდეგ მიუხედავად უგზავნიდა ებრაელებს წინასწარმეტყველებს ჯიდა, მაინც ვერ აიცილა ებრაელმა კატასტროფა. შემდეგ კატასტროფის შემდეგ დაარსა უფალმა ეკლესია და კიდევ გვეუბნება, რომ პერსპექტივა არის გარდაუვალი უარყოფითი. ეს ისეთი ფაქტია, რომელიც უნდა მიიღოს ადამიანს, ამას ვერავინ ვერ შეებრძოლება. მაგრამ უკაცრავად თუ შეიძლება და ჩავერთოვოდი, ეს წინა წერილში ძალიან ხშირად არის საუბარი, თუმცა ისრაელის ისტორიაში ჩვენ თვალს გადავალოთ წინა წერილის მიხედვით დასჯის შესახებ, რომ დაისჯებიან ისრაელიანები მცოდვების გამო, რომელსაც ისინი ჩადიან. მაგრამ ძალიან ნიშანდობლივად მეჩვენებოდა ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე ამ საკითხს ვეხებით, რომ იქვე ყოველთვის არის ნუგეშის ზემაც. და ამ კონტექსტში ხშირად ასევე ვიმეორებ პავლე მოციქულის სიტყვას, როცა იგი ტიმოთეს ეუბნება, რომ ამ ხილეს შერისხე და ნუგეშინისეც. უფალი ისაუბრებს მხილებისა და შერისხვის შესახებ, მაგრამ ნუგეშის ზემაც იქვეა. ახლა ამას იმიტომ ამბობ, რომ თქვენ ამბობთ გარდაუვალი კატასტროფის შესახებ, მაგრამ უფალი იქვე იუწყება იმ კეთილ უწყებას, რომელიც მაგრამ ისტორიული პროცესი არის. ნეშტი ისრაელისა ორაზროვნად არ აღიქვა ჩვენმა მაყურებელმა, მაინც ეს აუცილებლად სათქმელია, ეს გარდაუვალი გარყმა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რა ღვთისნება არის, ან ეს თავისთავად არსებობს. უბრალოდ ადამიანის ნების გაუკუღმართება, მისი მიდრეკა ცოდვისაკენ თანდათანობით ძლიერდება და ეს არის უბრალოდ წინასწარ უწყება და არა ის რომ რაღაცნაირად ეს ადამიანს რომ არ მოენდომებინა ესა თქვა ადამიანს თვითონ არ გაუკუღმართებინა თავისი ნება და ადამიანი რომ არ მიიდრიკოს ცოდვისაკენ თავისთავად ცოდვა ვერ შემოვა ადამიანში და ვერცკაცობრიობაში ვერ მოახვევს თავის თავს. ხა ეს დავამატებდი ბატონ თემო თქვენ იმაში ხა რაც გამოიკვეთ ამ საუბრიდან უბრალოდ ორი რამ მინდა ვთქვა პირველი თქვენ თქვით ორი არის ჯანსაღი ესე იგი ერთი რომ ვთქვა ხნათესვა წყდებოდა და ყველაფერი და მეორე ორგანიზებული ის ხა აი ამ ორს ერთად თუ შევერთებ თანამედროვე სიტუაციაში ეგრეთ წოდებული ტოტალიტარული სექტის გამორჩევა აი თუ გვინდა დავინახოთ სექტა ტოტალიტარული რით არის და უმთავრესი საშიშროება რით რა არის ამ სექტაში ეს არის მათ მოძღვრებაში ხაზგასმა ჩქარი აი მეორედ მოსვლის რაღაცა არა მარტო გათვლები არამედ ორგანიზებულად მომზადებ მეცაც გეტყვით აი თუ კი სექტის ტოტალიტარული სექტის წარმოჩენა გვინდა ყურადღება უნდა მივაქციოთ ისინი რომ ისინი არა მხოლოდ ელოდებიან არა აჩქარებენ კიდევაც ხო ეს კალტონი ესე იგი აი სექტი როდესაც აჩქარებენ თქვა რაღაც ორგანიზაციულად შეიკრიბებიან იქ შესაძლებელია ტერორისტული აქტები დაგეგმონ იმისაც რომ დროზე მოვიდეს ეს სახარების სოლის ამ წელიწად ნახევარი დროზე გამოჩნდეს ქრისტე თითქოს ამას რაღაცა იმაშვებია რა ქვია ანუ აბსოლუტურად არაჯანსაღია და რა მინდა თქვა წინასწარმეტყველებასაც ან საინტერესოდ საუბრობდით, თქვათ რომ იქ საჟელი ნუგეში, იქ გარდაუვალობა და მამაზორო თქვენ აღნიშნეთ წინასწარმეტყველების არსი რაშია, რომ ეს ნაწინასწარმეტყველებია, იმიტომ რომ მოხდება, იმიტომ კი არ მოხდება რომ ნაწინასწარმეტყველები, არამედ პირიქით, რადგან მოხდებოდა, ხო, რადგან მოხდება, ანუ ეს გარდაუვალობა განპირობებული არა იმით, რომ ღმერთმა ჩათვალა რომ ეს ასე მე მინდა იყოს, არამედ როგორც ყოვლის ცოდნემ წინ და წინ იხილა ის პროცესები რაც მიდის ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა კერძო და საზოგადოებაზე ქონდა საუბარი კერძო პიროვნებაზე ქონდა საუბარი წარმოიდგინეთ ახლა პიროვნება ბავშვი რომელიც დაიბადა გაიზარდა და ეს მიგდებულია ამას არავინ არ უყურებს ხო ძალიან დიდი შანსია რომ ყაჩარ გამოვიდეს ან რაღაც არამართებული ცხოვრების ეს მაცხოვრებელი გამოვიდეს თუ მე ხელს მოკიდებს ყურში ხელს მოკიდებს და რაღაცა იმაში შევსოს მაშინ ეს რა ქვია შესაძლებელი ამ შემთხვევაშიც არ გამოვიდეს კარგი ადამიანი მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ ნორმალური ადამიანი გამოვიდეს ახლა ჩვენ როდესაც მთავარ პრობლემას ვეხებით, ყველაზე მთავარი პრობლემა არის აი თავისუფლების არამართებული გააზრება. საზოგადოებაში, კაცობრიობაში, სოფლიოში თავისუფლება გაგებულია სწორედ ისე, რომ ბოლოში ცუდი შედეგი უნდა მიიღო, აუცილებლად უარყოფითი შედეგი უნდა მიიღო. თავისუფლება ხდება ზნეობრივი კანონებისაგან და არა თავისუფლება ცოდვებისაგან, განთავისუფლებისაგან. სინდისისგან თავისუფლება და ხო უსინდისო ადამიანების კრებული ყოველთვის მოითხოვს რაღაცა დიდ ძალას.
ისეთ კაცს ძალას ეს თვითონ საზოგადოების დაკვეთა იქნება ვინაიდან ამ უსინდისობის დაკანონება მოითხოვს რაღაცა თქვენ გულისხმობთ რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდს ანტიქრისტეს ხო ეს აქეთკენ ცხოვრების წესია სოფლიო საზოგადოების ცხოვრების ბატონო მართალი ბრძანდება თავი ხაზი რას უნდა გავხსნათ როდესაც ეს კატასტროფა ხდება ეს ხდება არა ვიღაცის რაღაც სოციალური ინჟინერიით რომ ვიღაცა ფიქრის და ფიქრობს ეს ადამიანის ბუნებრივი პროცესია ძველი რომაელები აი პოლიტიკური ფილოსოფოსები აღმოჩნდა თუ კი არ არსებობს საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი სათნოებები მაშინ ბუნებრივად ყარდება აუცილებლად დესპოტური სახელმწიფო აი ხობსიც ამასაკოს თუ კი ადამიანების ერთადერთი პრინციპია რომ სიამოვნებას მისდიონ მაშინ ბუნებრივად მივლენ დესპოტურ სახელმწიფოზე იმიტომ ეს სიამოვნების ზება ძალიან კონფლიქტური გზნობებია აუცილებლად იწევს საზოგადოებაში არეულობას და მე ყველა თახდება რომ სახელმწიფო იყოს ტოტალიტარული რაც შეიძლება ყველა საკრიტიკებენ ეს ერთი ფაქტორია მეორე აი მე მინდა ის გავაგრძელო ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ ისე განვითარებულია ჩვენი ტექნოლოგია რომ შეუძლია ტექნოლოგიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენოს ეკოლოგიას ამიტომ ბუნებითაც მოდის რაღაცა ლეგალური ორგანიზმის შექმნა რომელიც დაალეგულირებს აი ტექნოლოგიის გამოყენებას. ერთი სახელმწიფოს არ შეწევს თავი კონტროლი გაუწიოს. სხვა სახელმწიფოს ეკოლოგიური კატასტროფა. ანუ თან ბუნებითად მოდის ვაჭრობის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, ტერორიზმის საწინააღმდეგო სფეროში ბუნებითად მოითხოვება, ბუნებრივად მოთხოვნილება საერთაშორისო რაღაც რეგულარიზაციის ორგანოს. ამის წინააღმდეგ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა. ეს კი არ არის თავისთავად ცუდი, თავისთავად არის ცუდი, როდესაც ვიღბოროტი ძალა, აი ანტიქრისტი ამას გამოიყენებს. ამიტომ ჩვენი, თქვა აი საზოგადოებაში ძალიან ხშირად ხვდებით დეზორიენტაციას. ადამიანები ებრძვიან ტექნოლოგიას, ტექნიკას და არა რაც მთავარია ცოდნას. საწერია სახარებაში რომ ადამიანებს ევალება ბრძოლა ანტიქრისტის წინააღმდეგ ორგანიზებული. ყოველთვის წმინდა მამების ლაპარაკობს და წმინდა წერილი რომ ადამიანმა უნდა შეეცადოს არ ცუნდეს ხოთაშორის ეშპაკისაგან აი ეს შენიშნა ხოთაშორის პირველად ეს შენიშნა პრინციპულად აი აბსოლუტურად ამომწურავად მაცხოვარმა უთხრა ამაღლების წინ მოციქულებს. როდესაც ისინი ჯერ კიდევ უკვე კულეთით აღდგან მაცხოვარს, ესე იგი კულეთით აღდგომიდან 40 წლის განმავლობაში ასწავლიდა, არიგებდა და ამაღლების წინ მაინც უსვამენ საოცარ კითხვას, როდის იქნა არ არის თქვენთვის ამის ცოდნის. ეს იმდენად ის საცდურია ჩადებული აი ამის ცოდნის წყურვილი ადამიანის ბუნებაში, იმდენად ილტვის, ეს მოციქულებმაც კი ამაღლების წინ მაცხოვარს კითხეს ჟამის შესახებ, როდის იქნებოდა და როდის იქნებოდა ეს მისი მოსვლა. თქვენი საცოდნელი არ არის. აი ეს ერთსაც დავამატებდი ბატონ გიორგის საუბარს. ქრისტე ამბობს ამაღლების წინ რომ მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულებელი. ანუ ქრისტე ჩვენთან არის. აი ეს ამაღლდა ქრისტე, მაგრამ ამავე დროს იგი ჩვენთანაც არის და მეორედ მოსვლა ახლა იმას კი არ ნიშნავს რომ თითოს უფალმა დაგვტოვა ჩვენ და მისგან განშორებული, არამედ უფალთან ერთად ვარ და უფალი ჩვენთან არის. მას ყოველ მსახურებაზე, წირვაზე ვეზიარები ჩვენ და უფალი პირდაპირ ამბობს, ვინ ჩემს სისხლს და ხორცს შეჭამსო, მე მასთან ვარ და მასში ვარ. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა რომ მე მომასწროს ანტიქრისტეს ეპოქას, იმიტომ მე არ ვიცი რომ რას მომოქმედება. ანუ წმინდა ეფრემასული ამბობს სრულიად აშკარად და ცხადად ამბობს რომ ასეთი ჭირი და იქნება უდიდესი ჭირი, ანუ ისეთი ჭირი ექნებათ ქრისტიანებს, ღვთის ჭეშმარიტ მორწმუნეებს, რაც როგორი ჭირიც არ ყოფილა. ანუ ეს ძიმე მოვლენები იქნება. მაგრამ რჩეულებისთვის შემოკლდებაო ის რჩეულებისთვის შემოკლდება, მაგრამ ზოგადად იმ რჩეულებსაც გაუჭირდებათ, იმიტომ რომ თვით თუ შესაძლებელია, თვით შეიძლება რჩეულებიც კი შეულებელია. სხვათაშორის იმდენად ის არის ახლა გავრცელებული ყველაზე დიდი ცნობილება რაც შეიძლება, აი ახლა უკვე ხელში რომ არსებობს არა მარტო თქვა აი ანტიქრისტეს ბეჭედი, არამედ წინა ბეჭედი რაღაცა, ანუ მოსამზადებელი პერიოდის ბეჭები, თქვა სტრიქკოდია იქ რაღაცა, ეს უკვე წინა ბეჭდები. ასეთი რაღაცა. ნუ ეს გამორიცხულია. ანუ მე შევაჯამებდი მე თქვენ საუბარს ასეთი სახით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველა ეს ნიშანი, იმიტომ სახარება გვეუბნება, წმინდა მამები გვეუბნება. ამის ცოდნა ჩვენთვის აუცილებელია, მაგრამ იმის ილუზია არავის არ ქონდეს, რომ მხოლოდ ცოდნაზე დაყრდნობით, მხოლოდ ინფორმაციის ფლობით შესაძლებელი იქნება, თქვათ, იგივე ანტიქრისტეს მახისაგან თავის დახსნა. თუ კი მას გულში არ ექნება უფლის სიყვარული. აი მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად წმინდა გაბრიელ აღსარებლიძე სალოსის ნათქვამი, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, რომ სწორედ ის ადამიანები აირიდებენ თავიდან ანტიქრისტეს სუნებას, რომელსაც ექნებათ ბოლო ჟამს მოხვეჭილი სიყვარული ექნებათ. ამიტომ ბოლო ჟამის ადამიანების თავარი ღვაწლი უნდა იყოს მიმართული იქითკენ,
რომ სიყვარული მოიხვეჭ, ანუ სიყვარულს უნარი ქონდეს, ეს წარმოგიდგენიათ, სულ სხვა ასპექტში გადაყავს მას ეს ბრძოლა, ასე თქვა, თუ კი ბრძოლა სულიერ ასპექტში გადაყავს და შემდეგ აზუსტებს, რომ ხოლო სიყვარული მოიხვეჭება მოყვასის მსახურებით. ანუ მოყვასის მუდმივი მსახურებით, რა თქმა უნდა, ლოცვით, რომ ილოცო, რომ სიყვარულს უნარი მოგეცეს. იმიტომ რომ რაც არ უნდა შენ თეორიულ ცოდნა კონდეს, ეს თეორიული ცოდნა შეიძლება ვერ დაგიცვას. ანტიქრისტე დაგვიდება ადამიანებს, რომ მიიღებენ სამოქალაქო დეტალებს. ამით ასტუნებს და არა თქვა რაღაცა თქვა არა ტექნოლოგიებით, არამედ ეს სული ანტიქრისტეს რომ ბედნიერება მოიპოვონ ამ სოფელში. აი სუსტად. და პირველი ერთ-ერთი თავის ნიშანი ეს არის, რომ რაკი ანტიქრისტია თვითონ გამოაცხადებს თავს ღმერთად და მეორე უმთავრესი მისი იარაღი იქნება კონტროლი. ამიტომ გამოიყენებს, თქვა აი ეს ყველაზე მეტად გამოიყენებს სახელმწიფოს, იმიტომ სახელმწიფოს გააჩნია ადამიანების კონტროლის ყველაზე მეტი ინსტრუმენტები და საშუალებები. ეს აი რაც იარსებობს მაშინ. ყველაფერში შეიძლება გამოიყენოს, ყველაზე მეტად შეიძლება გამოიყენება აი ერთიანი სახელმწიფოსი, რომელიც უნებითაც იქნება და მეორე ტექნოლოგიები, რომ გააკონტროლოს ყველა და თუმცა კიდევ ერთი დეტალია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და კერძოდ რა. საერთოდ სასულიერო ხელისუფლებას გააერთიანებს, აი საყურებელი. ხო, კი, საერთოდ სასულიერო, არა, ყველაფერთან ერთად აი ერთი დეტალი არის. წმინდა წერილში გვიწერია, რომ ის სასწავლებსაც მოსასწავლებს, ანუ ჭყალებში, ანუ ცრუ სასწავლებს, ანუ ეს ტექნოლოგიური, რაც კონცერტება, ეს ტექნოლოგიური მიღწევები მის ხელში იქნება საკმაოდ ისეთი მძლავრი და ისეთი ქმედითი იარაღი. ცეცხლს კი ჩამოიყვანს ზეციდან, ხო? რაღაც სასწაული. ხო, მოჩვენებ თავისთავად ცხადია, სრულ სასწაული იქნება, მაგრამ ეს იქნება ის, რაც მასებს ეფექტს მოახდენს, მასებს გაიყოლებს. ახლა მოდი ესეთ კითხვას დავსვათ, რატომ არის მაინც ხაზგასმული სასწაულის ეს ტიპი, ზეციდან ცეცხლში ჩამოყვანა? პირდაპირ უკავშირდება ელია წინასწარმეტყველს. უკავშირდება, აი, რა მინდა გაგახსენოთ. გახსოვთ მოციქულები ეკითხებიან მათ ხო არ, სოდა სამარიტელი ბერგა გინდავთ ხო ვილოცოთ და ზეციდან ცეცხლი ჩამოვიყვა. აი, ზეციდან ცეცხლის ჩამოყვანა წმინდა წერილში გაგებულია როგორც ღმერთთან განსაკუთრებული სიახლოვის ნიშანი. აი, ვისაც შეუძლია ზეციდან ცეცხლის ჩამოყვანა, თქვათ ელია შეეძლო ეს, თქვათ მოციქულებს ეთყობა ქონდათ ამის ზალა, რადგან მათ ხო ეპასუხა კი ალბათ გააკეთებდნენ, უბრალოდ მას ხოლმე მოთქვა არა იცით ხო რომელი სულის არახარ წყალობა უნებავს და არ ამსხვერპლი. აი, ეს განსაკუთრებული, ანუ რა მინდა თქვა რაც თქვა ბატონ თემურ, ეს ტექნოლოგია ეს იქნება არა მარტო ეფექტისთვისაც იქნება, ყველაზე მთავარი იქნება ეს, რომ აი ამით ის დაამტკიცებს მის ღვთაებრივ წარმომავლობას. წყალებში და წყალებში დაამტკიცებს. ანუ ამ მასებზე ამ გავლენას იქონებს. ახლა რა მინდო? აი ძალიან საინტერესოა ხა აპოკალიფსის წიგნი არის ერთადერთი საწინასწარმეტყველო წიგნი იმაში ახალი ათმოს წიგნთა კრებულში. ჩვენ გვაქვს რაღაც ნიშნები. და ყველაზე მთავარი რასაც შეიძლება ადამიანი ელოდებოდეს ანტიქრისტეს სულზე საუბრობთ ბატონო თემო ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ხა ამ წიგნში ელოდებოდეს ამ წიგნის კითხვასაც კითხველი ელოდებოდეს ეს არის სახელი რა ქვია ანტიქრისტეს და ყველაზე მთავარი სწორედ ეს სახელი და არ ვიცით ეს სახელი ანტიქრისტეს სახელი არის ანტიქრისტეს სული ახლა ანდრია კესარია კაბადოკიელი პირდაპირ 4 მამაზეა ძირითადად დაგებული ძველ მამებზე მაქვს საუბარი რომლებიც ანტიქრისტეს შესახებ უზღრება მოგცეს პირდაპირ არის ნათქვამი რომ ეს სახელი საცოტნე ირინოს ლეონელი ამბობს. ამით დაგვიცვა უფალმა რომ სახელი არ გვითხრა. ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან ტექნოლოგიას შევსაუბროთ. ტექნოლოგიაზე არ არის ალბათ ეს იქნება აი სხვა ნეო წარმართობა, ნეო პაგანიზმი, რომელიც გავრცელდება ეს. აი მაინც იქნებ დაუბრუნდეთ ძველ მამებს და მათ სწავლებას და თქვენ წეგან ახსენეთ რომ აი მოვა ანტიქრისტე თავს ღმერთად გამოაცხადებს. ანუ აღსრულდება უფლის წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს მე მოვედი მამა ჩემი სახელი და თქვენ არ მიმიღეთ მოვა შემდგომში ის მოვა შემდგომში თავის სახელი და მას მიიღებთ. ანუ ეს არის სწორედ წინასწარმეტყველება იმაზე, რომ ანტიქრისტეს გამოჩენა. თვითონ ანტიქრისტეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიქრისტე ტერმინი უბრალოდ. იმიტომ რომ ერთი გაგებით ეს ანტი იცით თქვენ მოწინააღმდეგეს ნიშნავს, მაგრამ და ეს უფრო მეტად გავრცელებულია და ყველას ესმის, მაგრამ ამის გარდა ანტი ნიშნავს კიდე ნაცვალს, მაგიას. ანუ აქ თავარი კიდე ერთ-ერთი მომენტი რა არის, რომ ანტიქრისტე ვინც იქნება იგი დაიჩემებს ქრისტეობას. იგი შეეცდება, რომ ადამიანებს უთხრას, რომ სწორედ ის არის ქრისტე. მაგრამ ეს იქნება პროფანაცია, ეს იქნება პაროდირება ქრისტესით. რა თქმა უნდა, ეს გარეგნულად ის შეეცდება ამის გაკეთებას. ანუ მოიგონებს თქვათ, რომ ქალწულისაგან არის ნაშოვნი, თქვათ, მოიგონებს შეეცდება, რომ სწორედ 12
უახლოესი წყალდეს. ემასო მოიგონებს, თავისთავად ხადია მოიგონებს, იმიტომ რომ სხვამ დაიჯერებს, სხვა დაიჯერებს ამას. დაიჯერებს. ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ საზოგადოებაზე, რომელიც ამის მდგომარეობაზე. საზოგადოების მდგომარეობაზე, რომელიც ამას მიიღებს. ის ამას გააკეთებს, იმიტომ რომ ამის ამისოდ მოამზადებს, ანუ აზროვნება ადამიანის მოდუს აზროვნების შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორწმუნე საზოგადოება სჭირდება მას, იმიტომ რომ ათეისტის ახლა რა შეინტერესებს. თავისთავად ხადია ჩვენ ათეისტზე ვერ ვილაპარაკობთ. ათეისტის დაიჯერებს, სოფიო უნდა მორწმუნე არა, ტერმინს შევასწორებდით, რელიგიური ჭირდება. რელიგიური ჭირდება. აი ეკლესიურს ვერ მოატყუებს და რელიგიურს მოატყუებს. აი ეს მოლოდინი ანუ რომელიც ფსევდოსულიერების მიდრეკილი საზოგადოება. რომ დავაკვირდეთ მეორეთ მოსვლის მოლოდინი განსაკუთრებით ძლიერდება ძალიან დიდი სოციალური კატაკლიზმების დროს არასოდეს ყურადღების მიცემა მეორეთ მოსვლაზე და ანტიქრისტზე არასოდეს არ ხდება რაღაც სულიერი წარმატების ან სულიერების ამაღლების დროს. არასოდეს არ მოხდა რა. ყოველთვის ხდება როდესაც არის დიდი კატასტროფები სოციალური. და უმეტესწილად დიდ ყურადღებას უთმობენ ადამიანებს მეორეთ მოსვლას, რომელიც თითქოს გონია რომ მორწმუნეც კი არ არის. იმიტომ რომ მისი სული მიდრეკილია ამ სოფლის კარგად ცხოვრების ეს მილენარიზმის ერთ-ერთი ფორმა. როდესაც ადამიანს პირდები იმას, რას თვითონ აწყობს, ძალიან აბლად გიჭერებს. ეს არის მომხიბლებლობა აი ანტიქრისტეს, რომ ჩვენ თვითონ ადამიანები ეძიებენ ანტიქრისტეს და რა ის ანტიქრისტე მოდის და რაღაც манипуляციას აკეთებს. ესე ვიტყოდი, ადამიანს აქვს რაღაცა მიდრეკილება საიდუმლოს ამოცნობისკენ, რაღაცა დაფარულის გაგებისკენ და იმ ცოდნის მოპოვებისკენ, თითქოს რომელიც სხვა მარიცის და ამანიცის და ეს ამით მიაჩნია რაღაცა. ის მიიღოს სასופრელი, აი ეს მიდრეკილება აქვს ადამიანს უყვარს ეს ხოლმე. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე. არის ნიშნები მითითებული. მეორე მოსვლის წინა პერიოდზე იქ ადგილ-ადგილ ძვანი თქვა ომები, ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირება, სახელმწიფოების ერთმანეთთან შეტაკება, მაგრამ ეს პრინციპში ყველა ეპოქაში შეიძლება იყოს ამდაგვარი ნიშანი, მაგრამ თავარი მაინც ალბათ ჩემის აზრით გახათ აი ეს ნიშანი, რომ სიყვარული მოაკლდება კაცობრიობას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიყვარულზე ძალიან ბევრი ლაპარაკო და თითქოს სულ სიყვარულზე არის ლაპარაკი, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული მოიკლებს და შესაბამისად საზოგადოება, კაცობრიობა აღმოჩნდება ისეთ სულიერ მდგომარეობაში, რომელიც აი ამ სულისკვეთებას, აი ბოლო ჟამის სულისკვეთებას მიიღებს. შეიძლება ამ თემას არ გავყვეთათ, თან აი ბოლოდროინდის ამბები, ბოლოდროინდელი ამბები ძალიან უკავშირდება თქვენს მე წამოწეულ თემას მომსწორებდა რაც გულისხმობთ. როდესაც მაცხოვარს შეეკითხენ ნიშანი მისი მოსვლის ამბავად გამოჩენისა, მან ყველაზე ისეთი რამდენიმე თქვა, მაგრამ ეს ხაზგასმულად თქვა და შეადარა ეს დღეები ნოეს დღეებს. ნოეს დღეებს, ხა როგორი იყო ნოეს დღეები? ნოეს დღეები სწორედ იყო სიყვარულის განხარვების დღე. გარყვნილების, მასიური გარყვნილების დღეები. ეს სამი ნიშნით ხასიათდება ნოეს დღეები, იყო ტექნოლოგიური წინსვლა, იყო აი ეს გარყვნილება და იყო ურწმუნოება. აი ნოეს დღეების, აი კონსპექტურად ჩამოყალიბება შეგვიძლია ამ სამი იმით: გარყვნილება, ტექნოლოგიური მიღწევები და ურწმუნოება. სხვაგვარად რო ვთქვათ, ახლა ჩვენ კარგად თუ გავიგებთ რა არის ნოეს დღეები, აი ჩვენ აბსოლუტურად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ვთქვათ, აი რა აი ამაზე მნიშვნელოვანი, აი ვერანაირი ტექნოლოგიური ვთქვათ სიტყვაზე კომპიუტერის გამოგონება ან და მარტივი სავაჭრო ორგანიზმის, რა ქვია, სპეციმის შექმნა, რა ქვია, სისტემის შექმნა ვერანაირად ამ ნიშანში ვერ ჩდება. ამ ნიშნის ერთადერთი ეს ნიშანი შეიძლება იყოს აი სამი რაღაცა გარყვნილება, აი ეს რაღაც ადამიანის გონების გაბატონებას რაც გულისხმობს ადამიანის გონების თაყვანისცემა და მესამე ეს ურწმუნოება, რაც უკვე გამომდინარეობს აქედან. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა არის? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ნოეს დღეები რატო დადგა? ნოეს დღეებამდე რა ხდება? გვაქვს ორი ცივილიზაცია. ხო, წარღვნა. გვაქვს ორი ცივილიზაცია, ყავდა ორი ცივილიზაცია, ამ წარღვნამდე ეს არის კაინის ცივილიზაცია და სეითის ცივილიზაცია. ეს კაინის ცივილიზაცია არის გარყვნილი ცივილიზაცია, მაგრამ ტექნოლოგიურად დაწინაურებული ცივილიზაცია და სეითის ცივილიზაცია არის მორწმუნე ცივილიზაცია, რომელიც ღმერთს ადიდებს, აქვს ღვთისმსახურება მიდის, მაგრამ აი აქ რაღაცა ტექნოლოგიური წინსვლები არ გვაქვს. წმინდა წერილში წერია, რომ ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს დაუახლოვდა, რაც გულისხმობს იმას, რომ აი ამ გარყვნილი ცივილიზაციის დედაკაცების, ანუ ქალების დომინირება იწყება. არა მარტო კაინის ცივილიზაციაში, არამედ სეითის ცივილიზაციაში. სხვაგვარად რო ვთქვათ, თუ კი პრობლემა, წარღვნის პრობლემა დადგა, მოდი ასე ვთქვათ, თუ კი ნოეს დღეების პრობლემა დადგა, თუ კი რიცხვის დღე დადგა, ეს არ არის კაინის ცივილიზაციის ბრალი, ეს არის სეითის ცივილიზაციის ბრალი. ანუ იმ ცივილიზაციის ბრალი, რომელმაც ვერ შეინახა, ვერ ემსახურა იმ მისიას, რა მისიაც მას ჰქონდა. სხვაგვარად რო ვთქვა, თუ კი მაცხოვარი ნოეს დღეებს ადრეს ამას, ხო? ჩვენთან აი რაღაცნაირად უნდა იმას აქვს, აი ეკლესიის მისია რა არის, ხო? ადამიანი მივიდეს ღმერთამდე, ანუ არ გააკერპოს არაფერი, მათ შორის ყველაზე საზღარი კერპირად შეიძლება იყოს საკუთარი თავი.
წმენა ქონდეს სუფლისა და რაც თავარია სიყვარულზე იყოს ეს ყველაფერი დაფუძნებული. აი სამი დეტალი, ბოდიზე ბატონო, აი სამი დეტალი, როგორც კი საეკლესიო ცნობიერებიდან ადამიანის საეკლესიო ცნობიერება გამოვა, ხო, ის უკვე ამ სიცარიელეს სხვა რამე იკავებს და ახლა ის რაღაცა გარყვნილების გადაგება, ეს ყველაფერი არ გულისხმობს იმას ვიღაცის უფლებების დაცვას. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ უსიყვარულობა აი ამას დაერქვა სიყვარული. იქ ვიღაც ამბობს, რომ სიტყვაზე თქვა, ახლა შეიძლება ეს თემა არ არის გასაოცარი, ახლა ჩვენი შეხვედრას, მაგრამ იქ რაღაცა აბსოლუტურად ბინძური ურთიერთობა, ბინძური სექსუალური ურთიერთობა, იმათ უფლებაზე კი არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია, რომ ეს უფლება ხდება საყოველთაოდ საქადაგებელი პრობლემა. აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ის სიბინძურე, რაც სიბინძურე იყო ყოველთვის. გახდება ჩვეულებრივი მოვლენა. ხო, ნორმალური. აი მე მინდა დავუბრუნდე მამამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ეს არის სიყვარულის გაქრობა. აი ჩვენ ქრისტიანული ანთროპოლოგიდან ის არაფერი არ ხრება, უბრალოდ მახინჯდება. ამიტომ სიყვარული მოვა ჩანაცვლებული სიყვარული, რომელიც აი რაში მდგომარეობს ყველაზე მეტად ეს ჩანაცვლებული სიყვარული, სწორი სიყვარულის მომენტი. ეს ძალიან ბევრმა რეფორმატორებმა იცოდნენ, რომ ძალიან ძნელია სწორი სიყვარულის სოციალური ორგანიზება არ შეიძლება სიყვარული იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს დადგმას საკუთარი ეგოიზმისას, მაგრამ სიყვარულს ძალიან გავს და ძალიან სუბსტიტუცია ხდება, ეს არის სოლიდარობა. როდესაც ადამიანებს ხალხს ეუბნება, რომ შენ ინტერი არის ეს შეუძლია საერთო ინტერესების გამო გაერთიანდეს სოლიდარობით. და ეს სოლიდარობა ძალიან იმსგავსება სიყვარულს. ამიტომ აი ჩვენ ესეთი როცა ლაპარაკობ სიყვარული გაქრება, იმას კი არ ნიშნავს, რომ აი ერთმანეთი აღარ ეყარება სწორად. იქნება აი ხალხი გაერთიანებული ვიღაცა მტრების წინააღმდეგ, აი ფრაქციულობა იქნება, ამით დაიკარგება სწორი სიყვარული. არა მარტო ეს, ისიც რომ ადამიანს გაუჭირდება ადამიანისთვის თავის დადება. მსხვერპლად, აი თავგანწირვის სურვილები სიყვარული. აი რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ კაცობრიობაში, როდესაც ოჯახის წევრებით კი, სადაც კი უჭირთ უკვე ერთმანეთის ტვირთვა, აი ოჯახის მოხუცებული წევრი დაავადდება ან მოხუცდება, უკვე ახალგაზრდა თაობას უჭირს ამის ტვირთვა. ან სხვა ამდაგვარი რაღაც. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ადამიანებში სიყვარული გააკლებია. აი დიდი რევოლუციების ნიშანია. სოციალური ძროები, როგორც აი ხო არსებობს, რომ აი თქვა ანტიქრისტე ბიბლიური ერთი თავი და არსებობს პატარა ანტიქრისტეები, რომელიც ისტორიაში რომელსაც მოქონდა ძალიან დიდი კატასტროფების სოციალური და დიდი ძროები. როგორ მოდიოდა ეს? მოდიოდა აი ზუსტად ამ სოლიდარობით. ყველა ქმნიდა აი თქვა გიტრენმა შექმნა ხატი ებრაელის, ლუთერმა შექმნა ხატი კათოლიკური ეკლესიის, პერის და ამით აკეთებდა ლენინმა კაპიტალისტის ბურჟუას საფრანგეთის რევოლუცია დააფიქსირებენ მტერს და მის გარშემო ხდება სოლიდარობა, თითქოს და სიყვარული ან თითქოს სამართლიანობის სიყვარული ან მე ხოდა საერთო იდეას გაერთიანება სიყვარული გაბატონდება, ესეთი სოლიდარული სოციალური თითქოს ძალიან ნიშანდობლები ხო გავყვეთ ამ თემას, რომ ასე გაერთიანებული მასის უტყუება რა მარტივია. ნაიდან ამ დროს როგორც მინიმუმ არავინ არ მოთხოვს თავდადებას, ანუ მოთხოვს იმას, რაც აბსოლუტურად გაკმაყოფილებში. მაგრამ აი ბოლო ჟამს ერთ-ერთი კიდევ ესეც მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ანტიქრისტეს ნიშანი. ანუ კაცობრიობამ მორწმუნეებმა არ უნდა მიიღოს ანტიქრისტეს ნიშანი, ეს ანტიქრისტეს ნიშანი იქნება მარჯვენა ხელზე და შუბლზე. აი აქ ისევ და ისევ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ძალიან ხშირია, ესე იგი ჩემი აზრით არასწორი და არაჯანსაღი მიდგომა. უფრო მეცად გეტყვის. მე ესეთი რამე მეჩვენება, რომ თვითონ ეშმაკი ცდილობს, რომ მუდმივი ცრუ განგაშებით მოადუნოს, გაცვითოთ ეს თემა და საბოლოო ჯამში მოადუნოს კაცობრიობის ყურადღება, რათა როდესაც მართლაც დადგება საკითხი ანტიქრისტეს ნიშნის, ჭეშმარიტად ანტიქრისტეს მიღების არ მიღების, უკვე ადამიანებს ჰქონდეთ ესეთი განსაკუთრება. ამაზე ხო 1000-ჯერ ითქვა და 1000-ჯერ არ გამართლა. ეს ხო უკვე სასაცილო გახდა ჩვენთვის. მოდი ამას მივიღებთ, ეს არაფერი პრობლემა არ არის. არა და პირდაპირ წერილ არაფრით არ შეიძლება ანტიქრისტეს ნიშნის მიღება. ანუ ეს იქნება ადამიანის სულის დაღუპვა. დიახ, აქ მე წეგანაკ თავისუფალ ნებაზე იყო საუბარი და ამას დაუკავშირდებდი ამ ესე იგი არამართებულ გაგებას ამ ნიშნებთან დაკავშირებით. ჩვენ ხშირად მოგვისმენია რომ მოხდება ადამიანთა დაბეჭდვა, ადამიანებს ჩაუნერგავენ იმპლანტანტს, ეგრეთ წოდებულ ჩიპებს, თუ როგორც უწოდებენ მას, რომლითაც მოხდება ადამიანთა მანიპულირება, რომლითაც მოხდება კონკრეტული პიროვნების მართვა და ეს პროცესი ზოგიერთი ინფორმაციით ეს ასე ვრცელდება, ზედამ უკვე დაწყებული არის ზოგიერთ ქვეყანაში, რომ ადამიანები არიან ამ ჩიპებით აღბეჭდილნი თუ ამ ჩიპების მატარებელნი და
აი მამით საბოლოოდ მოხდება ის, რომ თულ ადამიანს შეიძლება მართო ისე, რომ თვით მისი ხასიათი და გუნება განწყობილებაც კი შეცვალო. აი ამგვარი შეხედულების გავრცელებაც ალბათ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჩემი აზრით ჭეშმარიტ სწავლებასთან. რომ ესე იგი ადამიანს წაერთვას ადამიანს თუ თავისუფალი ნება წაერთმევა ნიშნავს რომ ის ღვთის ხატებაა რომელიც მასშია წაერთმევა ესე იგი ეს აღარ არის უკვე ღვთის მიერ ის ქმნილება რომელიც უფალმა შექმნა და თუ თავისუფალი ნების გარეშე ადამიანი აკეთებს რამეს ასეთ შემთხვევაში იონი დამასკელი ამბობს რომ ეს არც სიკეთე შეერაცხება და არც პროდუქტი. ეს თავისუფალ არჩევანზე არის აუცილებლად დამყარებული და არა თუნდაც მოტყუებიდან თუნდაც ზალდატანებით რაღაცა ეს არის ის შეიძლება ჩიპიც ვიღაცას გაუკეთონ და ლაზერითაც რაღაც ციფრი დააწერონ მაგრამ ეს კი არ არის მთავარი. ისა უნდა დაიჯეროს ადამიანმა რომ მას თავისუფალი ნება უკვე აღარ ექნება და თავისუფალი ნება შეიძლება მას წაერთვას ისე მისგან დამოუკიდებად. ან და კიდევ უარესი. აი ესეთი ისტერიული დამოკიდებულება ჰქონდათ აი შტრიხ კოდების მიმართ, რომ აი ეს არის 666. როცა საპატრიარქოში მუშაობდი, ხანდახან მოქონდათ ხოლმე შოკოლადების ყუთი, რომელსაც 666 ეწერა, ამ პატარა სათამაშო მანქანა ბავშვის, რომელსაც 666 ეწერა და ასე შემდეგ. სხვა შორის ბერძენს ქიზმატებს ახასიათებს ეს კიდევ რაღაცა პლაკატებით მინახავთ. ბერძნული რომელსაც ეწყობა ქუჩებში აკრავენ, რომ აიღათ ფეხსაცმელს აქვს იქ რაღაცა ის და ანუ ისეთი შთაბეჭდილებას ქმნიან საზოგადოებაში, რომ აი შეიძლება უნებლიეთ თუ რაღაცა შეჭამე ესეთი 666-იანით, ან რაღაცა ესეთი შენ დაუნებურად რაღაცაში მოხდი, უკვე მოცა შეიძლება უნებლიეთ აღმოჩნდეს ანტიქრისტეს ბეჭდით დარდასხმა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და წმინდა მამები კაფიოთ ამბობენ. რომ მოხდება პირდაპირი არჩევანი. ესე იგი ადამიანმა უნდა აირჩიოს ანტიქრისტეს ბეჭედსა და ქრისტეს შორის. რაზე უნდა თქვას უარი ბოლო ჟამს ადამიანმა ნიშანთან დაკავშირებით ანტიქრისტეს შორის. აი ამ მოდი ჯერ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მარჯვენა ხელი და შუბლზეა საუბარი. ძალიან რთული ადგილები ჩვენთანაც წმინდა მამების იყო ეს რთული ადგილები რაღაც ეს ხა ძირითადად რა არის გამოკვეთილი? აი რატო მარჯვენა ხელი და შუბლი? ეს არის ის ხო, მსოფლმხედველობა და აკეთო ის საქმე, აზროვნებდე ისე, აზროვნებდე. ახლა ვერანაირად ეფრემასური და ანდრია კესარია კაბადოკიელი ვერ ისაუბრებდა იმპლანტატზე და ჩიპზე, ვერ შტრიხ-კოდებზე ვერანაირად ვერ ისაუბრებდა მარტივი მიზეზის გამო, ნუ სხვა ეპოქა იყო. მაგრამ მაგ საქმენაში თვითონ სახალხო იმას წმინდა წელში წერს. ეს როგორ გითხრათ, რელიგიური რიტუალების ასრულების ადგილები, შუბლი და მარჯვენა ხელი, აი შუბლზე თქვა რაღაც ჯვარს ხებენ ან და მაგრამ მარტო ქრისტიანობაში ეს ყველა რელიგია მარჯვენა ხელი ჯვარცით მარჯვენა ხელი ახლა ძალიან ისეთი ახლა აი დრო გავაგზავნე და ეფრემასობს უწერია საოცარი რამე თუმცა არ ხსნის ამას რომ აი ხელიო მარჯვენა ხელზე იმიტომ რომ პიჯურის გადაწერაც კი ვეღარ შეძლო აი ასეთ პირდაპირ უწერია ასეთი რამე ანუ მარჯვენა ხელზე ამას ანუ რაღაცა ფიზიკური იმაზე მაინც საუბრობს მაგრამ არ ხსნის ამას არ განმარტავს ამას ცოტა მოგვიანებით როდესაც ეს საუბარს აგრძელებს თავისთავად ხედია ყველაფერი დადის იმამდე რომ ეს შუბლი და ეს მარჯვენა ხელი უკავშირდება აი ამ იმას აქვია აზროვნებასა და ხო მაგრამ მაინც განსაკუთრებით ციგნი რომელიც თავიდან ბოლომდე გაიგება სიმბოლური შინაარსით და სიმბოლური შინაარსით გაიგება ეს ხო მაგრამ ნიშანი ხელზე და შუბლზე სწორედ აპოკალიფსში ასე რომ გაგება ეს მაყურებელს რა იქნება მთავარი რა არ უნდა მიიღოს მაშინ ბოლოჯამს იცი არ ღმერთს მიიღება რუსი მამებია როცა რევოლუცია უნდა მომხდარიყო რუსეთის ლაპარაკობს წინასწარმეტყვი და ანტიქრისტეს ელოდებოდნენ. აი როცა მომხდარიყო რუსეთის რევოლუცია. პირდაპირ აი იონი კროშატის პირდაპირ აქვს მითითებული აი ანტიქრისტე მოვა. პრიანჩანინოვიც ამბობს კაცო. და რა მოხდა ეს რევოლუციის დროს? ადამიანებს უთხრეს რომ არ არის საიქიო ცხოვრება და ბედნიერება უნდა ეძიოთ დედამიწაზე და უნდა ააგო კომუნისტური წყობა. ზუსტად იგივე გამეორდება როგორც პლანეტარული მასშტაბით. როდესაც მოვა ანტიქრისტე და იტყვის რომ არ არის საიქიო ცხოვრება ეს ქრისტეს გზა არ არის საჭირო ბედნიერების მისაცაც, ბედნიერება უნდა მიაღწიო ამ სოფელში და მე შემიძლია რომ მოგცეთ პური და სანახაობა, ანუ გექნებათ უზრუნველყოფილი სოფლიური ყოფა და გექნებათ გასართული სულიერი ცხოვრების მაგერად შეთავაზებს გართობას, სანახაობას, პური როგორც რომში იყო ძველი აი ტექნოლოგია მასების მართვისა, პური და სანახაობა. იგივეს მიეწევს ეს ამაში მდგომარეობს ანტიქრისტეს მიღება და არა რაღაც გაუცნობიერებელი სიმბოლოებთან რაღაც თანაზიარება რომელიც ადამიანები იტყვიან რომ მსგავსი კაცი მსგავსი ადამიანი არასოდეს არ მოსულა ვინ არის ესეთი ბრძენი და ესეთი კეთილი ანუ მათთვის ეს იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პიროვნება მაგრამ თქვენ რაც ახსენეთ პური და სანახაობა ცოტა ხანში იგი პურსაც ვერ მისცემს ადამიანებს რატო ვერ მისცემს მიწა აღარ გამოსცემს ნაყოფს ზეციდან წვიმა აღარ ჩამოვიდა ბოდიშკიხის მამაზურაბა ეს ეფრემასური მოვიდა ეგ ახლა გამახსენდა ეს ამბობს
არამც თუ ვინც არ აღიბეჭდება ნიშნით ის ვერ მიიღებს. ვინც ნიშნით აღიბეჭდებიან, ისინი ჩივრები დარჩებიან, ვინაიდან მასაც სათხოვარი გაუჩნდება. ანუ ისინიც მოტყუდებიან. ისინიც მოტყუდებიან. ანუ ამ ქვეყნიურსაც ვერ მიიღებენ. ანუ ეს დეტალი დამავწეს და მეთქვა რომ სხვათა შორის აი მამა გაბრიელი ამბობდა რომ იმის პურსაც ნუ შეჭამთო ვისაც ბეჭედი ექნება. ანუ შენ რო არ გექნება ბეჭედი ერთია, მაგრამ იმის პურსაც ნუ შეჭამთ, ვისაც არ ექნება, ვისაც ექნება ბეჭედი. ანუ ადამიანები მოტყუდებიან, ეს ტყუილი გამომჟღავნდება ძალიან მალე და ისინი მივლენ ანტიქრისტესა და მოსთხოვენ. ხო, მაგრამ მოტყუდებიან, ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენ წინა სიტყვას, მოტყუდებიან იმიტომ რომ მოუნდებათ ასე მოტყუდება. მათი სურვილი იქნება მოტყუდება. ანუ მათი სული არ იქნება მზად, მათი სული პირიქით მზად იქნება ამ სიცრუის სიმართლეს მისაღებად. და არ იქნება მზად რომ სიტყვას გაყვეს. და საბოლოოდ ეს სრულდება უფლის მეორედ მოსვლით. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი, უფალი ზეცით მოდის, დიდებით მოდის. და მას თან ახლავს ათასობით და 10000-ობით ანგელოზი და იგი განგმირავს ანტიქრისტეს. ანუ დგება დასასრული. აი ამ მომენტზე იქნებ ვისაუბროთ, აი იმ მომენტზე. რა მინდა ვთქვა, ისე ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ანტიქრისტეს ერთ-ერთი სამოქმედო საშუალება იქნება არა მარტო ისაც ვთქვით, არამედ იქნება ცრუსასწავლო ეფექტები. ხო. ყველა ეფექტი მახსენდება მოსეს დროინდელი, როდესაც აი მოსემ კვერთხი გველად გადააქცია და მათმაც გველად გადააქციეს წყალებში. ეგვიპტელმა ქურუმებმა. მოსემ წყალი სისხლად აქცია და იმათმა წყალი გააწითლეს. ანუ ეს მიმბაძველობა. ახლა ბოლო ამ მიმბაძველობის ბოლო ყველა განსაკუთრებით აი ამ უხილავსფეროდან გამოხმობილი სასწაულების მიმბაძველობის ბოლო ყოველთვის არის ლოგიკურად მარცხი იმას აქვია მარცხი ილუზიისა და გამარჯვება ჭეშმარიტ სასწაულისა. ახლა როდესაც აი ამ მიმბაძველობაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს ცეცხლის ჩამოყვანა, რასაც გააკეთებს ეს ანტიქრისტე, თავისთავად ხალხი ილუზია იქნება და მას მოახერხებს ტექნოლოგიური იმით, რა ქვია, რაღაც საშუალებებით, ხო? ამის საშუალებებს მას მისცემს აი ამ გლობალური ტექნოლოგიური განვითარება შესაბამისად რაღაც ეკოლოგიური პრობლემები. ის პრობლემები, რაც დაწერილია, ხო? ეს არის ეკოლოგიური პრობლემები, რომ მიწარო არ მისცემს ნაყოფს ეს საშიშროებო, ხო? ეს წარმოქმნილია სწორედ იმის შედეგად, იქ რომ რაღაცა მესამედი დაჭრება და ჩაიძირება და შენ ეს ყველაფერი ამოტრიალდება, ანუ ეს დაწერია წმინდა წერილში, რომ იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. კი არ გაქრება. ეს ყველაფერი ცეცხლში იცვლება, ახალი ცა და ახალი. ანუ ეს კატაკლიზმები თავის თავში გულისხმობს ამ კატაკლიზმებში ხდება მოსვლა. ამ კატაკლიზმებში ხდება შეცვლა ყველაფერს. ანუ ეს ის დასასრულია. რა მინდა გითხრათ, დაახლოებით როგორ არის, ესე წვეთი რომ ჩამოვარდება რაღაც ონკანიდან, რომ ის უნდა დაეცეს და თავისი ბუნებრივი შეხებები იმასაკეთოს, ხო? აი ასეთი ეს ლოგიკურად მიდის კაცობრიობა. ბატონმა თემურმა ძალიან საინტერესოა თქვენ საინტერესო ბრძანა ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ჩვენ მაინც და მაინც საუბარი უნდა გქონდეს პიროვნების შესახებ აი ამ საზოგადოებაში, თორე საზოგადოება ხო სოფელი ესე ბოროტსა ზედად დგას, ნათქვამი ახლა ჩვენ ვერანაირად ამ ბოროტს ვერ გამოვასწრებთ ამ სოფელს და კეთილზე ვერ დავდგათ. ეს ამის საბოლოო მეუფება მიცემული აქვს, ამის საბოლოო მეუფებას ფლობს ქრისტე თავისა ისაკეთებს ამას ბოლო-ბოლო. ანუ რა მინდა გითხრათ, იოანე ნათლისმცემელმა, მაპატიეთ იოანე ღვთისმეტყველმა რა თქვა, ნათელი იგი ბნელსა შინაჩას და ბნელი იგი მას ვერ ეწია. აუცილებლად ეს ბრძოლა ხდება ბნელსა და ნათლის შორის, არა თქვა დუალიზმზე არ მაქვს საუბარი, ამ საუბარი მაქვს იმაზე, რომ მოვიდა ნათელი და ბნელი უნდა გაქრეს. ბნელის გაქრობის პერიოდი დაწყებულია ბეთლემის 7 საღამოდან მოყოლებული. გაცხადდა ეს გოლგოთის მთაზე მაცხოვრის აღდგომით და აი ეს ბნელის გაქრობ, ნელ-ნელა ეს ბნელი უნდა გაქრეს. ახლა აუცილებლად ლოგიკურად კატაკლიზმები მიგვიყვანს იქამდე, რომ ახალი წესა და ახალი მიწა იქნება, ანუ გამოიცვლება ცეცხლში ეს ყველაფერი. იქნება ეს გრევები, ვარსკვლავების წვენა, ხო, ვარსკვლავი ახლა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ვიღაცა გავაქალ, ხოლმე უნდა იაროს და თავზე ვარსკვლავი მოხდება. თავისთავად ხადიაც გამორიცხულია. ანუ ეს რაღაცა სოფლიო მიზიდულობის ზალა მიმარშვება, მცირდება, სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემები იქნება. სტიქიები აირებია. სტიქიები აირებია. გავიხსენოთ, სტიქიები აირია თუ არა მაცხოვრი ჯვარცმის დროს. აი რა მოხდა იქ? აი რა პრობლემა იყო იქ თქვა რა მანქანები დადიოდნენ, სარაკეტო ხომალდებს უშვებდნენ და გამონაბოლქვი ბევრი იყო თუ თავისთავად ხადი არავინარი ეკოლოგიური კატასტროფის ტექნოლოგიური წინაპირობა მაცხოვრი ჯვარცმისას არ არსებობდა. მაგრამ თვითონ იმ ფაქტმა რომ მაცხოვარი ჯვარზე მოკლეს ეს სტიქიები მზედა ბნელ და იქ მიწისძვრა იყო და მთელი ამბები იყო. ტრები აღდგა და შეჟა აირია ყველაფერი. ბატონო მე მინდა სხვა ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. აი, კომზანეთ რომ ანტიქრისტე ბაძავს იესო ქრისტეს, მაგრამ ბაძა ღმერთს, მაგრამ და ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე უნიშნელოვანი თვისება ეს არის ყოვლადძლიერება. ღმერთი მეუფებს ამ სამყაროზე, ამიტომ ანტიქრისტე ყველაზე მეტად ამას შეეცდება, რომ გაბატონდეს და ძალად რეალური ძალაუფლება მოიპოვოს და ამას გააკეთებს სახელმწიფოს მეშვეობით. და რაც ყველაზე მთავარია, კიდე იდეოლოგია. ერთადერთი
იმუნიტეტი, რომელიც დაიცავს ადამიანს აი მასაში გათქვეფისაგან ეს არის სწორი რწმენა ზუსტად, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ეთიკური არსება, მორალური არსება და მისი მორალი ეყნობა ღმერთს, გააჩნია კრიტერიუმები, რომ თავი დაიცვას საყოველთაო უბრალოდ ეთიკურ ადამიანს უფრო მეტყოდ სულიერი ადამიანი. რაცა მეორე მოსვლაზე საუბარი რაღაცა ეთქვა, აი ჩვენს შეიძლება ამის გავლენის ქვეშ მოვუკეთეთ. თავისთავად ანტიქრისტეს საკითხი წამოიჭრება და მერე მთავარი ყურადღება გადადის ანტიქრისტეზე და მასე თუ ვინ იქნება რას გააკეთებს და ასე შემდგომ. არა და ანტიქრისტეს გამოჩენა არის ქრისტეს მეორე მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი. იმათ წმინდა მამები მასაც გვეუბნებიან თუ კი იცი ნიშნები ანტიქრისტესზე, ნუ რავის ნუ დაომალო და ყველა სამს. ეს ერთ-ერთი ნიშანია ქრისტეს მეორე მოსვლის და ჩვენი მთავარი ყურადღება ქრისტესკენ არა თქმა უნდა. ასევე ნიშანი იქნება წინასწარმეტყველთა გამოჩენა პირდაპირ არის სამი შესახებ, რომელთაც მალაქია პირდაპირ ამბობს რომ უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე მე წავავლენ ელია წინასწარმეტყველს, ხო? ასევე ქრისტე ამბობს რომ იქნება ნიშნები ვარსკვლავები ჩამოწვიდებიან მზეზე და მთვარე ნათელს აღარ გამოცემს და სვანი და ძვანი იქნებიან ადგილ-ადგილ და სხვა. და ამის შემდგომ იქნება ქრისტეს მოსვლა. და ქრისტე ამბობს რომ უბრალოდ წერია, დიახ, ქრისტე ამბობს სახარებაში რომ იქნება ნიშანი ძეკაცისა ცაზე და ესეც ძალიან ნიშანდობლივი არის და თავისებურად განმარტებას მოხდა. სხვა განმარტები შეიძლება იყოს ვარსკვლავი, როგორც აი ბეთლემში იყო ვარსკვლავი. კიდევ სხვები იმას ამბობენ რომ შეიძლება თვით ქრისტე გამოჩნდება, მაგრამ უფრო გავრცელებული სწორედ ეს არის, რა თქმა უნდა, რომ ჯვარი გამოჩნდება. ქრისტე გამოჩნდება, ეს რომელიც იხილეთ აღმავალი, ხო? ლავ გამოჩნდება. ყველა დრო კიდევ ცოდული იყავი, კიდევ ცოდული, ყველა იხილეთ ამ ნიშანს. აი ამას ლაპარაკობს, აი ნუ გამოეძიოთ რომ აი ქრისტე იქ არის და აქ არის. თავარ ისაა რომ ადამიანი მაინც დაინახე, მაინც ყველა აღიქონს მეუფე. ანუ როდესაც მომას ეცი დიდებით ანგელოზებთან ერთად არ იქნება დედამიწაზე ისეთი ადგილი, საიდანაც ადამიანს კითხვა არ გაჩნდება. როზროვნებაც არანაირი რომ ვერ დაინახოს და არის ფიქრობს აი იქ დაინახეს და ჩვენ ვერ ხედავთ. ესეთი რამე არ მოხდება. და შემდეგ მოხდება საყოველთაო მკვლელით აღდგომა. ყველა ადამიანი აღდგება. დიახ, ამის შესახებ ამბობს პავლე მოციქული, რომ მიცვალებულები აღდგებიან, ხოლო ჩვენ რომლებიც ვიქნებით, ჩვენ განვახლდებით. და აღვიტაცებით ღრუბლებთან, უფალთან შესახვედრად და მარადის უფალთან ერთად ვიქნებით. ანუ მოხდება საყოველთაო მკვლელით აღდგომა. ანუ ეს წამში მოხდება, მამები ამბობენ, აი ეს თვალის დახამხამებაში. და იქნება საყოველთაო განსჯა, როგორც არის ეს საყოველთაო სამსჯარო. აქ ითქვა, აგერ ბატონო თეოლმა აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც დაიმკვიდრებს სასუფეველს, იმისი საკითხი აღარ გადაიხედება თავისთავად ცხადია, განსჯა იქნება იმ ადამიანებისა, რომელთა ხვედრი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და საბოლოოდ გაიმიჯნება ერთმანეთისაგან მართალი ადამიანები და გაიმიჯნება, ესე იგი, ცრუნი, ანუ რომელთაც ღმერთი უარყვეს, რომელიც თავიანთ წინამძღვართან ეშმაკთან ერთად საუკუნო სატანჯველში იქნებიან ჩაყრილი. აი ეს იქნება ქრისტეს მეორე მოსვლის, ასე ვთქვათ, შედეგი. ამ სამჯეროს ეწოდება საშინელი და სამართლიანი და საბოლოო. საშინელი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, უფრო სამართლიანი ვიდრე საშინელი და შემდეგ დასდენს იქვე. თუმცა საშინელი იმიტომ რომ სამართლიანია. ანუ აბსოლუტური პირუთმელობა იქნება და ყველა ადამიანის ასე ვთქვათ, სოდვამადლი აიწონება და თუმცა აქვეც ყველა წმინდა მამა აღნიშნავს, რომ ესე იგი ერთნაირ ნეტარებაში არ იქნებიან ადამიანები და ერთნაირ ტაძრში არ იქნებიან. არ მეტნაკლებობა იქნება, იმიტომ რომ სავანეს მრავალი აქვს მამას, შესაბამისად ზოგიერთი ვისი 8 წლით განსაკუთრებული იყო უფრო მეტ ნეტარებაში იქნება, ხოლო ზოგიერთი ვისი ცოდვების განსაკუთრებულად მძიმეა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ტაძრში იქნება. აი ახლა ეს თემა ასეთი რამე მინდა ვთქვა. ჩვენ საუბრობთ რომ სულიერ ეკლესიურ ადამიანობაში შეცდება და მაშინ შემოზღუდული იქნება. ხა როდესაც გახსენდება საშინელი სამშაბათო და შენ დგახარ აქ, წამდგარი ხარ და ხარ ის იმედი გაქვს და იცი რომ სამშაბათო ეს ყოველთ სამართლიანი ის იმედი, ერთადერთი იმედი, რისიც აქ აქვს ეს არის ის რომ უყვარხარ და რაღაცას გაპატიებს. ხო, სიყვარულს. აი როდესაც მთელი შენი აზროვნებით ეკლესიაში სიყვარულს, აი ამ დღეს წარმოიდგენ და შენ სამართლიან ღმერთზე უფრო ხედავ მოყვარულ ხმაც. შენში ამ უფრო წინ მოდის რომ მე ღმერთს უყვარხარ. ანუ ჯვარცმას იმ სიხარულს, იმ სიყვარულს განიცდი და ამ დროს აი ისე ეწებები ქრისტეს. ის იმდენი იმხელა იმედი გაქვს მისი სიყვარულისა, მისი მოწყალებისა, რომ გარკვეულწილად შენთვის ეს სამჟავრო ხდება უკვე იმედი, რომ იმიტომ რომ სხვა საქმე უნდა გაგამართლოს შენ.
და როდესაც მოყოლის საწმუნოების ესეთი აღმატებული ფორმა. ეს სამნი არიან, რომელიც წამებენ სათავეში. დაუჭის არამედ იმის გამო, რომ ღმერთს უყვარვართ და ჩვენს გვიყვარს. ეს აუცილებლად მასური ამბობს, რომ აი ეს პრეტენზია სამართლიანობისა, ეს ეშმაკის სტიქია. თქვენ არ არის სამართლიანი, მაგრამ პრეტენზია აქვს, რომ იქნება ღმერთი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სამართლიანობა. ღმერთი არ არის სამართლიანი ეს. პარადოქსულად ამბობს, ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი რომ სამართლიანი იყოს, ყველა ჯოჯოხეთში უნდა წასულიყავით. ღმერთი არის სიყვარული აღემატება სამართალს და ალბათ აი ჩვენ ერთადერთი იმედი რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ღმერთის სიყვარული, აი საშინელი სამშაბლოს დროს ყოველ იმედოვნებთ, რომ უფლის. ოღონდ იმ ღმერთის, რომელიც მართლა ღმერთია და ჩანაცვლებული. კი, აუცილებლად ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არის სიყვარული, მაგრამ ის არის მართსაჯური. ანუ არც სამართლიანობაზე ფიქს არ უნდა მოვაკლოთ ჩვენი თავადრება და არც იმაზე რომ შემწყარებელი, მოწყალე და მოყვარული. ის ხაზგასმა მინდოდა, მამა ზურაბ, ის ხაზგასმა მინდოდა, რომ ჩვენ ერთ-ერთი ნიშანი თქვით უსიყვარულობა და ბორწმუნისათვის უსიყვარულობის პერიოდი არ არსებობს. აი ვერ დადგება ასეთი ეპოქა, აი რაც არ უნდა უსიყვარულობაში შეიძირო სამყარო, მორწმუნე პირადად, ხო, უსიყვარულო წამი არ არსებობს, ვერ იქნება უსიყვარულო. მაშინ მორწმუნეც არ იქნება. ხო, მაშინ საქმეც არა. ლევიათანს მეფე სიამაყისა. მეფე სიამაყე. აი თვითონაც იქნება ამაყი და ანტიქრისტეს ხალხი იქნება ამაყთან შემოიკრებს თავის გარშემო. ხო, ამპარტაუნება. ამპარტაუნ და ამაყავს. ეს იქნება სამეფო ამპარტაუნთან. აი ეს ხალხი მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, რომელიც მიიზიდავს იმის თვითონ აქვს. ყველაზე მეტად აქვს ამპარტაუნ. ანუ ესეთი მთავარი ნიშანი ამ პერიოდისა იქნება თავდაბლობის მოკლება და ამპარტაუნების გაღვივება და გამრავლება.